გორის დრამატული თეატრის 180-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი პრემიერით დასრულდა. სპექტაკლი მთებმა დახუჭეს თვალები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. წარმოდგენა რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინეშველიძემ დადგა. სპექტაკლი სიმბოლურად ვაჟა-ფშაველას ცხოვრების უკანასკნელი დღეების ქრონიკას აცოცხლებს. 180 სეზონი დახურა წელს გორის თეატრმა, რომელმაც არაჩვეულებრივი სპექტაკლი წარმოადგინა. დღეს მესამე საპრემიერო ჩვენება იყო. ნიკოლოზ შველიძის ძალიან კარგი სპექტაკლი ვიხილეთ. სასიხარულოა, როდესაც დარბაზი სავსეა და გორი სწორედ ის ქალაქია, სადაც თეატრი ძალიან უყვართ და როგორც ყოველთვის მაყურებლის აღფრთოვანებას მსახიობებიც იმსახურებენ ხოლმე და რეჟისორებიც. ვაჟა-ფშაველურად დავხურეთ 180 სეზონი, საიუბილეო, უნიკალური ჩვენი რეალობისთვის, რადგან უძველესი თეატრია. რა ვიცი, შევეცადეთ, რომ ისეთი პრინციპში სამი პრემიერით დავასრულეთ. ორი ვაჟა იყო იქი და შლის თუ ერთი ძურერმანტი. ეს უკანასკნელი იყო ამ შემთხვევაში. ეს რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ერთად იყო, ასე რომ ვთქვათ, კოლაბორაცია ჩატარებული ამ შემთხვევაში, რადგან შერეული იყო დასიც, იყვნენ ახალგაზრდები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კულტურის სამინისტრო დაგიდგა გვერდში ძალიან, რადგან ეს პროექტი იყო ჩვენი, ესეთ ექსპერიმენტზე წამოყვნენ ამ შემთხვევაში, რასაც მადლობას ვუხდი პირადად ქალბატონ თინათის.